მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. ეთერში ბოლნისის ხმა არის. შეგახსენებთ, რომ ბოლნისის ხმა პროექტ მისი ხმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და DVV International. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ქალბატონი მადონა ჯაყელი, კაზრეთის კულტურის სახლის ჯვარედინი ქარგვის წრის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, მე ვარ მადონა ჯაყელი, ვმუშაობ კაზრეთის კულტურის სახლში ჯვარედინი ქარგვის წრის ხელმძღვანელად. ჩემს გარშემო ხშირად იყო ამაზე საუბარი, თუ რატომ ვირჩევდი ამ პროფესიას, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ხელოვნება და მის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ეს ის სამყაროა, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად და თავისუფლად ვგრძნობ, სადაც ჩემს ხედვებს და იდეებს შემიძლია მე თვითონვე შევასხაფრთები. ამასთან ერთად ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენ წლების მანძილზე დაგროვილ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებ მომავალ თაობას და აკვირდები, თუ ისინი როგორ ცვლიან და აუმჯობესებენ იმ ცოდნას, რაც შენ მათ გადაეცი. ალბათ პედაგოგისთვის მაგაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როდესაც შენი მოსწავლეები გაკვეთილზე მოდიან თავიანთი იდეებით და ხედვებით, უზიარებენ თავიანთ თანატოლებს და მათთან ერთად შენ სწავლობ. თითქოს გასაკვირვიც არის, რა შეიძლება ისწავლოს ამხელა გამოცდილების მქონე ადამიანმა, მაგრამ არა. მეც მათთან ერთად ვსწავლობ და ვიზრდები, რისთვისაც მათ ამისთვის დიდი მადლობა. ხოლო სანამდე კულტურის სახლში მოვიდოდი, იყო დიდი გზა, სამსახურის ცვლილებებით, უამრავი გამოფენებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ჩემს ნამუშევრებს აგრეთვე შეხვდებოდით ხელნაკეთი ნამუშევრების მაღაზიებში. მიუხედავად გადატვირთულობისა, სწავლაზე არასოდეს მithქვამს უარი, როგორც ჩემი პროფესიის კუთხით, ასევე სხვა პროფესიის შესწავლაზე. კაზრეთში დაბრუნების პერიოდში კი ცოტა ხნით აღმოჩნდი კიდევ ერთ ჯადოსნურ ადგილზე, რომელსაც საბავშვო ბაღი ქვია. რისთვისაც დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამ ჯადოსნური სამყაროს ნაწილი გამხადა. შემდეგ იყო პანდემიის 2 წელი და გადაწყვეტილება იმ პროფესიის შესწავლაზე, რომელსაც პედაგოგ-აღმზრდელის პროფესია ქვია. ჩავაბარე კოლეჯში და ამასთან ერთად დავიწყე მუშაობა კაზრეთის კულტურის სახლში. სწავლა და სამსახურის შეთავსება არ გამჭირვებია, პირიქით მეტ მოტივაციას და სტიმულს მაძლევდა, ხოლო თანამშრომლებისგან და ადმინისტრაციისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი, რისთვისაც მადლობა მათ. ჩემს ცხოვრებაშიც იყო რთული დღეები, როგორც ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ამ სამსახურმა კი გამაცნო ისეთი ადამიანი, როგორიცაა ხატია ჩადუნელი, მადლობა მას ყველაფრისთვის, გვერდში დგომისთვის, თბილი სიტყვებისთვის და იმ ღიმილიანი გამარჯვებისთვის, რომელიც პოზიტივით გმუხტავდა და გაძლევდა მომავლის რწმენას, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, გამოფენაზე მონაწილეობისა, როგორც პედაგოგი ძალიან ვღელავდი, როდესაც პირველად ბავშვების ნამუშევრები წარვადგინე და ყველა გამოფენაზე ეს მღელვარება თან მაქვს. ერთია, როდესაც ჩვენს ნამუშევრებს აფასებს დამთვალიერებელი და მეორეა, როდესაც შენი მოსწავლის ნამუშევარს აფასებენ და თუ ისმენ დადებით შეფასებას და ეს ყოველთვის ასეა. ეს ორმაგად დიდი სიხარულია შენთვის, როგორც პედაგოგისთვის, ხოლო მოსწავლისთვის მეტი მოტივაცია, უფრო უკეთესი შექმნას და ინდივიდუალურად სახლშიც იმუშაოს, გაამდიდროს და გაამრავალფეროვნოს ქართული ტრადიციული ორნამენტები, აგრეთვე დამთვალიერებელს და მყიდველს შესთავაზოს განსხვავებული ესა თუ ის ნივთი. მადლობას ვუხდი ქალბატონ მადონას იმისთვის, რომ იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მე კი დღეისთვის გემშვიდობებით წარმატებულ კვირას გისურვებთ.